გოგოებო, თუ ბიჭი თქვენ დაკერვას იმ ფაქტით შეეცდება, რომ მის ფიატში სუსტად იგივე ძრავიდებს, რაც ფორმულა 4-ის ბოლიდში, ნუ დაიკერებით. გახსოვდეთ, რომ საჩემპიონო მაკლარენშიც და მიკუბოებულ ვილიამშიც მერსედესის საძალე მოწყობილობა იდო. ფორმულა 1-ში გუნდები ძალიან ბევრი ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგი წითელია, ზოგი ცუდი, ზოგი საერთოდ ერთკაციანი. ერთი ნაწილი ძრავებს თავისით აკეთებს, დანარჩენი კი Google-დან და Mastercard-დან აღებული სპონსორის ფულს სხვას აძლევს, რომ მისი ძრავების გამოყენება შეძლოს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ როცა პირველ ბოლოს უყურე, გაოცება ვერ დავმალე. ავტომწარმოებლები კი ვიცანი, მაგრამ ლიმონათების კომპანიის მოწინავე ადგილისთვის ბრძოლა ცოტა მეუცნაურა. ლოგიკურია, რომ Ferrari ფულს ავტომობილების გამოშვებით ჩაულობს. იგივე თქვა შემიძლია Mercedes-ზე და Renault-ზეც. Red Bull კი აფრთიანებს, მაგრამ ასეც არ მეგონა. ხო, ყველა ფორმულა 1-ის გუნდი ძრავს არ აკეთებს და ამას თავისი მიზეზები აქვს. პატარა გუნდებს აუთკივარი თავის ატკიება და კიდევ პრობლემების დამატებას ურჩევნიათ უბრალოდ საქართველოს გუნდებს 15 მილიონი გადაუხატონ და ორი მანქანის სამყოფი დეტალების მაქსიმალური რაოდენობა მიიღონ. ეს 15 მილიონი FIA-ს დაწესებული მაქსიმუმია, ხოლო ნაწილების დამატების შემთხვევაში ეს რიცხვი რასაკვირველია იზრდება. ფორმულა 1-ში მონაწილეობა ისიც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, ხოლო ცალკეული ქარხნის გახსნა იმისათვის, რომ ძრავები ააწყო, დამატებითი ხარჯია. ხარჯი, რომლის გაღება ზოგს უღირს, ხოლო ზოგს არა. მოწინავე ადგილისთვის ბრძოლაში ყოველ ჭანჭიკის ფორმას მნიშვნელობა აქვს. და აბა წარმოიდგინეთ, როგორი იქნება სხვა მანქანისთვის გამზადებული ძრავის მორგება თქვენს ბოლიდზე. ეს დაახლოებით იმ სიტუაციას გავს გოგოები ბანკეტისთვის კაბას რომ იკერავენ. ან არა, გატყუებთ, არ გავს. ეს მატრაკვეცობაა და ის აუცილებლობა. საქართველოს გუნდების ჩამოსასვლელად ერთი ხელიც გვეყოფა. Ferrari, Mercedes, Renault და Honda. ბოლო ორი უკანასკნელი რის მიღწევას ცდილობს, ნამდვილად ვერ გეტყვით. ანდაც გეტყვით, ზუსტად ვიცი. Renault ვერაფრით შეძლო და ვერ შეეგუა 6 ცილინდრიან ჰიბრიდულ ძრავებს. საძალე მოწყობილობა, რომელიც წარმონაკვეთზე ნელია, მოსახვეებში კი ისე იქცევა, თითქოს უზეთოდ მუშაობს. ხოლო თუ სასწაული მოხდა და რბოლა ნორმალურად წარიმართა, უბრალოდ ფეთქდება. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს უთქვამ და Renault-საც მოусმენია. ალპინი 26 სეზონიდან Mercedes-ის ძრავით და გადაცემათა კოლობით აღიჭურვება. გუნდი იმედითაა განწყობილი და მე ვინ პიერ გასლის ქართველი ფანი ვარ, რომ არ დავიჭერო. ალპინისთვის ბოლო მოწმინების წვეთი ალბათ 24-ის ლას-ვეგასის გრან-პრი იყო. ტრასა რომელიც თავს სიცივით იწონებს, ლოგიკურია, რომ ძრავს გადახურების პრობლემა ნაკლებად უნდა შეექმნას, ხო? პიერ გასლის ფენომენალური კვალიფიკაციის შემდეგ რბოლაში ფრანგის ძრავი უბრალოდ გათავდა. Renault ძრავის ქარხნის დახურვა სპორტისტვის რასაკვირველია ცუდია, მაგრამ ამ სპორტმა გვიჩვენა, რომ კვირის ვენოკის აქეთი კიტარება შედეგს ვერ გამოიღებს. იაპონელების შემთხვევა საერთოდ სხვანაირია. Honda-ს გარეშე ავტომოტოსპორტი წარმოუდგენელია, ბოლო წლებში მით უმეტეს. Mercedes-ის ჰეგემონიის დარღვევა და ისტორიაში ფურცელზე ყველაზე წარმატებული ბოლიდის შექმნა საკმარისი მიზეზია ალბათ, რომ იმ გუნდთან დარჩე, რომელთან ერთადაც ეს ყველაფერი შეძელი, ხო? გაგიგვირდებათ და აქაც. 2021 წლის ბოლოს Honda Formula 1-დან წავიდა და ძრავები ხარებს შეაბარა. ტექნიკურად Honda-ს ძრავი კი იყო, მაგრამ Red Bull-ის ძრავი ერქვა. შემდეგ ისევ მოbrunდნენ და ამჯერად Honda Red Bull-ის ძრავით იწონებდნენ თავს. კი, ყველა ყოფილვართ Honda და ყველა მიბრუნებულ ვართ. არა, საჭირო არაფრის თქვა. ხოლო 2023 წელს Red Bull-მა ოფიციალურად მოაწერა Ford-თან ხელი კონტრაქტს. მიზეზად სტანდარტულად ახალი გამოწვევები დასახელდა. მაგრამ შიდა სამზარეულოდან გამოჟონილი ინფორმაციით ხარებს თავისი ორი გუნდის გარდა კატეგორიული ულტიმატუმი ჰქონდათ წაყენებული Honda-სთვის, რომ სხვა გუნდებისთვის ძრავი არ უნდა მიეწოდებინათ. იაპონელებმა თვალები მოჭუდეს და ასტონ მარტინში გადაბარგდნენ. Ford-თან ერთად 26-ში პელეტონს აუდის ძრავების დაემატება, რომელიც გერმანულ შვეიცარიულ გუნდში განთავსდება, რომლის ბაზაც ბრიტანეთში იქნება. წინასწარ ვერაფერს გეტყვით რა იქნება. სეზონის დაწყებამდე გეტყვით. გააჩნია როგორ გადამეტრიალდება თავში. რასაკვირველია, საქართველოს გუნდები ვალდებულები არიან თავიანთ კლიენტურას ზუსტად იგივე ტექნიკა, სოფტები და კალიბრაციები გადასცენ, რასაც თავად იყენებენ. კი, თეორიულად ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პრობლემები აუცილებლად მალევე გამოიჩეს თავს. ნათქვამია მუნჯისენა დედამიწისო. ეს ყველაფერი დაახლოებით სკოლაში გადაწერილ მათემატიკის დავალებას ყავს. აზრზე არ ხარ, რას იწერ, მაგრამ მაინც იხატავ. გაგიკვირდება და არა საქართველოს გუნდობასაც აქვს თავისი პლუსები. ვისაც ფორმულა 1-ის თამაში გუნდის კარიერა გითამაშიათ, მიხვდებით რაოდენ ტვინის ბურღვაა ძრავის განძლიერება. თან წარმოიდგინეთ მომწოდებელი გუნდები რამდენ ფულს ხარჯავენ ძრავის დეველოპმენტში. კლიენტურა კი ნახევარ ფაბრიკად ძრავებს იღებს. ჩააგდი ერთი წუთი ადუღებულ წყალში და ეგა. მაგალითად Ferrari-ს და Haas-ის ურთიერთობა უფრო მეტია ვიდრე მწარმოებელ თანამშრომლის. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული გუნდის პაკეტის მაკენჩიზი ვერსიაა. იგივე ძრავი და კიდების სისტემის კოლოსალური მსგავსება. იდენტური საჭე და პრობლემები. 2023 წელს Haas-ის საბურავების მენეჯმენტი უფრო საშინელი იყო თუ ჩემი დროის გადანაწილება მათემატიკის ეროვნულ გამოსებზე თავის დროზე, არ ვიცი. ამერიკელები საშუალოდ 1-11 პისტოპს აკეთებდნენ დანარჩენ გუნდებზე. თავში ერთი მასტერკატვინი არ აქვთ. მაგრამ საინტერესო იცით რა არის? Ferrari ძალიან ცუდი იყო იმ წელს საბურავებთან მოყრობაში. დამთხოვა თუ საერთო პრობლემა ეს დავად გადაწყვიტეთ. ამასთან ერთად ბიუჯეტური გუნდები ხშირად დიდი გუნდების პერსპექტიული ბავშვების ნავსაყუდლათაც გვევლინება. Ferrari-ის აკადემიის მიგ შუმახერი, პრაქტიკებზე დასმული შარლ ლეკლერი, გუნდში აყვანილი ოლი ბერმანი. ამით საქართველოს გუნდები თავიანთი აკადემიის წევრებს გამოცდილებასაც აგროვებინებენ, ხოლო კლიენტებს სარეზერვო პილოტებით ეხმარებიან.
ტექნიკურ ასპექტში ცოტა იჭედებიან არასაქართლო გუნდები, როგორც უკვე ვახსენე, მომწოდებელი ძრავის პირველ რიგში თავისი მანქანისთვის აწყობს. ხოლო შენი ინოვაციური ძრავის გაგრილებისთვის შებუშავებული საიტბოდი შესაძლოა საერთოდ არაფერში გამოგადგეს. ეს ყველაფერი კი რასაკვირველია, როგორც დროს ისე ფინანსებს დაახარჯინებს გუნდს. რა თქმა უნდა, არასაქართლო გუნდის ჩამოწერა არაფრით შეიძლება. ამის ნათელი მაგალითია მაკლარენი. გუნდმა, რომელმაც შეძლო და არაფრისგან საუკეთესო შექმნა. დაწყებული ოსკარ პიასტრით დამთავრებული ეკრანიანი მანქანით. მერსედესი კი სიცივისა ლას ვეგასის იმედაა დარჩენილი თავისი ძრავით.